მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა დღის კომენტარი. გადატვირთვის პოლიტიკა დაპაუზებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განახრების სტადიაშია, ყოველ შემთხვევაში პროცესი აშკარად გააქტიურდა და საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს აფასებს როგორც უკვე არა მომავალში გათვლილი, არამედ უკვე მიმდინარე გადატვირთვის პოლიტიკა. ცხადია, ჩვენ არ ვიცით ამ პროცესის სიღრმეები და დეტალები, მაგრამ ვიცით ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში და ამის შემდგომ გაკეთდა გარკვეული განცხადებები, როგორც ადგილზე, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუბიომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს გარკვეული ნება, სურვილები გადატვირთვის, ხოლო შეერთებულ შტატებს აქვს საკუთარი თხის წესრიგი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს თბილისმა. დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, საზოგადოებას აინტერესებს, თუ რის ფასად, რის ხარჯზე ზოგადად პოლიტიკაში ყველაფერს თავის ფასი აქვს და რის ფასად შეიძლება უჯდებოდეს საქართველოს, ანუ სანაცვლოდ ამ გადატვირთვის და როგორც ოცნებაში ამბობენ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების სანაცვლოდ, რას შეიძლება სთავაზობდეს თბილისი ვაშინგტონს. ამ დღეებში თითქმის ყველა ბრიფინგზე, თითქმის ყველა ასე ვთქვათ გამოსვლაში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდნენ შეკითხვებს და რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილსაც კითხეს პარლამენტის თავმჯდომარეს და მან გარკვეული მინიშნებები გააკეთა. მან ხაზი გაუსვა მის გამოსვლაში იყო ესეთი ფორმულირება და ჩვენ ამას ახლა მოვისმენთ. გადატვირთვის მიმდინარე პროცესი, ანუ ეს პროცესი, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, უკვე მიმდინარეობს და მან ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკული მხარე ამ პროცესში ეყრდნობა ორ გარემოებას, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, როგორც პაპუაშვილი ამბობს, წინა ადმინისტრაცია, ანუ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ პრინციპებს არ ეფუძნებოდა და სწორედ მათი ბრალი იყო ის იმ ურთიერთობების დაძაბვა და გაუარესება, რაც მიმდინარეობდა თლიანად ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ შალვა პაპუაშვილის ხაშურის ამ შეფასებაში ეხება სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტსაც 2009 წელს მოგეხსენებათ, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეერთებულმა შტატებმა გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი საქართველოსთან. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს იყო სრული ფორმალობა და საჭიროა ახალი პარტნიორობის, ახალი ფორმატის, ახალი თხის წესრიგი შექმნა, თუმცა კონკრეტულად ეს ახალი ფორმატი, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რას უნდა დაეფუძნოს, ის არ აკონკრეტებს. ჩვენ ახლა მოვისმენთ ამ განცხადებას, ამ კომენტარს, რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ამ გადატვირთვის პოლიტიკის მიმდინარე პროცესზე და მე უკვე გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენთვის გადატვირთვის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს პროცესში, მნიშვნელოვანი აქვს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი და მათ შორის ამ ორ ტერმინს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უღულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესებს. ასე რომ ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს აგვისტოს საქართველოს-რუსეთის ომის შემდეგ როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს, რომ საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო. ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მე მგონი არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ამერიკელების მხრიდანაც, რომ ის იყო ცარიელი, არაფრის მთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ქონდა არსებითი შინაარსი. და თახდებით ფიქრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს და რეალურ შედეგებს დღეს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ორივე ხალხის, ამერიკელი და ქართული ხალხის ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ
ამ მხრივ ვფიქრობ, რომ საერთო მიდგომა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. ახალი სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაეფუძნოს ახალ დღის წესრიგს. ეს არის შალო ბაბუაშვილის განცხადება, რომელიც ახმოვანებს, რა თქმა უნდა, ზოგადად მართლმადიდებელი პარტიის გზავნილს და პოზიციას, აი რა უნდა იყოს ეს ახალი დღის წესრიგი, სწორედ ეს არის მთავარი ინტერესის სფერო საზოგადოების, რაც აინტერესებს საზოგადოებას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ასევე აჩენს ერთ შეკითხვას, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანია მთელს აი ამ კონტექსტში, ხომ არ იგეგმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გამომდინარე წინა განცხადებებიდან, რომელიც მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, კუბახიძემ განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ წინა ადმინისტრაცია საქართველოში ხელს უწყობდა საბოტაჟს და პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დაძაბულობას, რაც შემდგომ უკვე გამოიხატებოდა იმაში, რომ პოლიტიკური პროცესები შედიოდა ჩიხში. თქვენ მოგეხსენებათ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, 24 წლის არჩევნებს გულისხმობთ, გამოუცხადა ბოიკოტი ეგრეთ წოდებულმა პროდასავლურმა ოპოზიციამ, ისინი არ შევიდნენ პარლამენტში, ხოლო 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა, ეს უკვე ბოიკოტის კიდევ უფრო რადიკალური ფორმა იყო. თუ ხელისუფლება გულისხმობს იმას, რომ ახალი ადმინისტრაცია აი ამ საბოტაჟს არ უწყობს ხელს და შესაბამისად გადატვირთვა ამასაც შეიძლება მოიცავდეს, მაშინ ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, ხომ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ხომ არ მიიღებს მასში აი ეს რადიკალური ოპოზიცია მონაწილეობას და ხომ არ მივიღებთ კოაბიტაციის მერამდენე ტალღას, ანუ ხო არ ვიხილავთ კოაბიტაციის მერამდენე სერიას. ამას სხვადასხვა გარემოებები ამ ეჭვებს აღრმავებს, როგორია ზოგადად ხელისუფლების რიტორიკის კვალდაკვალ ოპოზიციის რიტორიკა. გვარამიამ განაცხადა რამდენიმე დღის თუ კვირის წინ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ასე ვთქვათ აუცილებელია, დაახლოებით ეს კონტექსტი იყო. ხოლო რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიციის კიდევ ერთ სპიკერს, ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ის ამბობს, რომ აუცილებელია არჩევნებში მონაწილეობა, როცა დაინიშნება ეს არჩევნები, ვადამდელი იქნება თუ ასე ვთქვათ 28-ში, ამაში უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სალომე ზურაბიშვილი ზოგადად ბოიკოტის მომხრე არასდროს არ იყო. ამ განცხადებასაც გავუშვებთ ჩვენ, რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი და მე უკვე სტუდიაში სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. შემდეგ არჩევნებზე, როდესაც არ უნდა იყოს, ახლო მომავალში თუ 2028 წელს, რომელიც უკვე არც ისე შორს აღარ ჟღერს, აუცილებელი არის, რომ იყოს ერთობა პირველ რიგში, სწორედ იმაზე, რაზედაც საუბრობდით, ესე იგი საზოგადოების. იმ ნაწილის საზოგადოების, რომელიც წარმოადგენს დიდ ძალას. და ამ ნაწილმა უნდა უთუოდ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიების არსი იმაში არის, რომ ყველას კონდეს თავისი იდეოლოგია, თავისი პროგრამა და არჩევნებით შედიოდნენ ერთმანეთთან კონკურენციაში. ეს არის ნორმალური არჩევნები, ნორმალურ ქვეყანაში, რასაც ჩვენს მოვესწრებით დარწმუნებული ვარ. მაგრამ პირველი არჩევნები სანამ ესენი არიან და სანამ ესენი ალბათ არ დათმობენ ყველაფერს იმას, რასაც თვლით ჩვენ როგორც აუცილებელი. მაშინ უნდა ვებრძოლოთ, უნდა გამოვგლიჯოთ ეს არჩევნები, უნდა დავიცვათ ხმები, ბრძოლით, ერთობით და შემართებით და გამოვგლიჯოთ არჩევნები, ბრძოლით, ერთობით და შემართებით. ეს არის ზურაბიშვილის გზავნილი, რომელიც მე როგორც თქვი, პრინციპში არც არასდროს იყო ბოიკოტის მომხრე, მაგრამ მის აი ამ გზავნილს ადრე მთლიანად ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიცია არ იზიარებდა, დღეს კი ნაწილობრივ იზიარებს, ხოლო წინააღმდეგი პრაქტიკულად ეს რადიკალურად წინააღმდეგი არავინ არის. ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უკვე სტუდიაში გავაგრძელებთ საუბარს, გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარია კონსერვატორები საქართველოსთვის წევრი და ასევე რუსთავის საკრებულოს დეპუტატი მერაბ გიგანი. მოგესალმებით მერაბ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელთათვის.
პირველი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები რაღაც ეტაპზე ფუჭდებოდა წინა ადმინისტრაციის პირობებში. მოვიდა ახალი ადმინისტრაცია, რესპუბლიკელები ან ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც გასული წლის იანვარში იყო მისი ინაუგურაცია დასაწყისში, ანუ იანვრიდან 25 წლის იანვრიდან გავიდა, წელიწადზე მეტი ხო დაახლოებით წელიწად ნახევარი. მთელი ეს პერიოდი ურთიერთობები იყო ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით დაპაუზებული. ანუ არც ცუდი ხდებოდა, არც კარგი, თუმცა არაფერი არ ხდებოდა, ეს უკვე გარკვეულწილად ცუდი იყო, ხო? ახლა თითქოს არის გარკვეული გააქტიურება ზოგადად ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში გააქტიურდა, მაგრამ კონკრეტულად ჩვენს მიმართ ახლა თითქოს რაღაცა შეინიშნება. არ ვიცი ეს უფრო ქართული ოცნების მხრიდან გამოჩენილი აქტიურობის შედეგია თუ მათი მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ გადატვირთვაზე დაიწყეს ლაპარაკი. მე მაინტერესებს რის ხარჯზე, რის ფასად შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ გვიჯდებოდეს და საზოგადოებასაც ეგ შეკითხვა უჩნდება, შენ როგორ ფიქრობ? ნუ პირველ რიგში ხედავთ გააქტიურებას, ყოველ შემთხვევაში ეს პაუზა უკვე დაწყაპუნებულია და პროცესი დაწყებულია, გადატვირთვის პროცესს, რასაც ეძახიან როგორც ხელისუფლებაში, ისე აგერ ოპოზიციაც უკვე აქტიურად ალაპარაკდა ვადამდელ არჩევნებზეა უკვე საუბარი და არჩევნებს აქტიურად ახსენებენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამერიკის ინტერესები არასდროს არ განელებულა ჩვენ ქვეყანაში. უბრალოდ იყო პერიოდი, რომელიც კულისებს მიღმა ხდებოდა საუბრები, ხოლო ეხლა უკვე ღიად საუბრებია დაწყებული მათი ინტერესების გასატარებლად, აი ცალფეხზე დგომის პროცესი იწყება, რომელიც წელიწადნახევრის წინ ესე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო გააქტიურებული. სწორედ ეგ პროცესი იწყება. მოგეხსენებათ, რომ ამერიკა არის აი სისტემური სახელმწიფო და იქ პრეზიდენტების ცვლილებებით საგარეო პოლიტიკა არ აქვს. ანუ ეს იმპერიული, ამერიკა არის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო, ხო? შეიძლება იქ შიდა დღის წესრიგი იცვლებოდეს, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის იყოს რაღაცა სამკვდრო საცოცხლო დაპირისპირება, მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა ტყვის როლამდე მივიდა, ხო, საკმაოდ ტრამპს ეს როლი, მაგრამ ეს გლობალური გრძელვადიანი იმპერიული ხედვა და მიდგომა როგორც სოფლიო ჰეგემონის არ იცვლება. კი ბატონო, არ იცვლება და არც ნელდება. მოგეხსენება მით უმეტეს საგარეო მიმართულებით ყოველთვის გათვლილი აქვთ რამდენიმე წელიწადზე, რომელ ქვეყანაში, რომელ სახელმწიფოში რა პროცესები უნდა გაატარონ და ამ წუთას მოგეხსენებათ კავკასიაში მიმდინარე პროცესები სასომხეთში, აზერბაიჯანში, რომელიც უკვე დამოკიდებულებას ცვლის რუსეთის მიმართ, ეს უკვე ღიად შეინიშნება. აქედან გამომდინარე რჩება საქართველო, როგორც მეზობელი ქვეყანა რუსეთის, რომელიც ჭირდებით უკვე რაღაცა პროცესისთვის. რა არის ეგ რაღაცა პროცესი? ჩვენ წლების წინ საუბრობდით, რომ ჩვენ როგორც დასავლეთის ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდებით რუსეთისთვის აი ფიჩხის მასალა და ანუ ცეცხლის შესანთებ მასალა ჭირდებით. არაერთხელ გამოიყენა ეს ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებმა. ეხლაც უკვე როგორც უკრაინის ფრონტზე შეინიშნება უკვე აქტიური ბრძოლა არ შეწყვეტილა 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ვიცით რომ ბაიდენი რომ მოდიოდა იძახდა რომ მე ომს შევწყვიტავ, ეს ომი პირიქით უფრო ფართომასშტაბიან ფაზაში გადადის. აგერ სასომხეთი უკვე ღიად პროდასავლური განწყობებით გამოდის და არჩევნებია და არც პაშინიანი პირდაპირ ღიად დასავლეთისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავს, როცა რაღაცა პერიოდის წინ უკვე რუსეთი იყო და რუსეთის ბაზას დგას იქა და უკვე საუბარი მიდის, რომ ეს ბაზა ნელ-ნელა უნდა გავიდეს მაგ ქვეყნიდან. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ირგვლივ ვიწროვდება მარყუჟი. ჩვენი ქვეყანას და ჩვენი ხელისუფლებაც მაგ პროცესში ხედავთ, რომ დაბნეულია. დაბნეულია აქედან გამომდინარე, რომ საუბრობს რაღაცა დოკუმენტზე პაპუაშვილი, რომელიც უნდა გადაიხედოს და ახალი შეიქმნას, სწორედ მაგ პროცესებში არის ყველაზე სახიფათო მომენტები ჩვენი ქვეყნისთვის და გადამწყვეტი მომენტები, თუ რომელ მხარეს აღმოჩნდებით, ნებით თუ უნებლიეთ. ისე არ შეიძლება მოგვივიდეს, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდესო. ამიტომ თუ
არჩევნების წინ აქტიურად იყენებდნენ დასავლეთის აი ესე წინააღმდეგ განცხადებებს პოლიტიკოსები, დღეს უკვე მათკენ შეტრიალდნენ, როგორც ხედავთ და აი პროცესებში ჩანს, რომ სასახლის ღობის აი ეს მონაწილეები განთავისუფლდნენ, გირაო შეუფარდეს, ანუ პირდაპირ მიდის დიალოგი დასავლეთთან. პროდასავლური ოპოზიციური ძალები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებით ყავდათ დაკავებული და სასახლის ღობის შენგრევით არის ცნობილი, მათ ყოველდღიურად უკვე ანთავისუფლებენ გირაოთი და საპროცესო შეთანხმებებით. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთთან მიდის დალაგება აქტიური. ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყავს ღია, მეზობელი, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ვიცით, რომ არ აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ვიცით ისიც, რომ განცხადებები აქტიურად კეთდება სომხეთის საწინააღმდეგოდ და ასევე საქართველოსაც შეეხნენ რუსეთის ესეთი პოლიტიკოსები, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, იქაც არაფერი არავის არ გამოეპარება, ამიტომ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, რომელიც შესაძლოა არჩევნებამდე მივიდეს. არჩევნებამდე თუ მივა ვადამდელ არჩევნებამდე თუ 2028 არჩევნებისთვის, სწორედ იქ არ უნდა მოხდეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებით საწინააღმდეგო დალაგება. ანუ შეიძლება დალაგდნენ, როგორც ხელისუფლების მმართველი გუნდის პოლიტიკოსები, ასევე ოპოზიცია დასავლეთთან, მათ გაუნაწილოს მანდატები პარლამენტში, ეს როგორ გადანაწილდება, ალბათ მაგასაც დავინახავთ, თუმცა აქ უნდა გააქტიურდეს ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ 2012 წლის მერე ჩვენ ვხედავთ ერთი და იგივე სერიებს უკვე ამ კოჰაბიტაციის სახით. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის პროცესი თითქოს დაიწყეს, განცხადებები გაკეთდა ყველა არჩევნების წინ, ბოლოს აირიდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცეს ეს შეტანილია სარჩელი, იქაც თაროზეა შემოდებული, ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქართულ ოცნებაში ესე გაიფანტა, შეიწოვა, უპრობლემოდ შესაძლებელია, რომ დაალაგდნენ ერთმანეთში, დაალაგდნენ არა ქვეყნისთვის და უბრალო ქართველი ხალხისთვის, არამედ დასავლეთის აი ესე თითის დაქნევით და მათ მიერ დაწერილი სცენარით. აი ამ პროცესების მომსწრე ვხვდებით. ყველაზე აქ ნიშანდობლივი რაც არის და აი რაზეც შეიძლება გამახვილდეს ყურადღება ის არის, რომ ქართველი ხალხის ხარჯზე ყველასთან ლაგდება, როგორც დასავლეთში, ისე სამეზობლოში და ქართველი ხალხი არის ისევ ერთ ადგილას დაპაუზებული კი არა, უკან და უკან მიდის. მე მაქვს ეთნიკურად ქართველ ხალხზე, ჭეშმარიტ ქართველ ხალხზე საუბარი, იმიტომ რომ ამ პოლიტიკამ, ამ მოლოდინმა, ამ დასრულებამ თითქოს ნაცების, ამ დასავლეთის ერთხელ და სამუდამოდ ცოტა ისეთი პრაგმატული პოლიტიკის გატარების ნაცვლად ხედავთ, რომ რაღაცის სანაცვლოდ და ქართული სახელმწიფოს ინტერესების სანაცვლოდ ხდება დათმობები, რაც აისახება რიგით ქართველ მოქალაქეებზე და ოჯახებზე. ყოველ შემთხვევაში აქ ქართველი ხალხს თუ რამე შეგვიძლია ამ წუთას ის არის, რომ გვაქვს უამრავი მაგალითები უკვე კოჰაბიტაციის, დასავლეთთან ურთიერთობის გამოცდილებისაც, ასევე რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილებისაც და უნდა შევძლოთ ერთი ძლიერი ეროვნული აი ესე თვითშეგნების ადამიანებმა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ერთობა უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი სიტყვა და ჩვენი გადაწყვეტილებები აისახოს როგორც არჩევნებზე, ისე საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. თორემ აი ესე ზევით ელიტები ყოველთვის დალაგდებიან ვიღაცებთან, თვითონ გამდიდრდებიან, ქართული მიწის ხარჯზე დათმობებზე სწავლენ როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან, მაგის პრობლემა არ აქვს, ოღონდ თვითონ გადარჩნენ ეს ელიტაში ვინც არიან პოლიტიკოსები, როგორც მმართველ გუნდში, ასევე ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, რომელიც ჩვეულებრივად ამ ხალხს იყენებს და ხალხს აბნევს კიდევაც და თითქოს ნიჰილიზმის გააჩინეს უკვე მედასავლეთი ოპოზიციურ განწყობილ საზოგადოებაში, თუმცა მოახერხებენ ახლა ამერიკა რომ დაულაგებს სცენარს, მაგ სცენარით ისევ მოახერხებენ მობილიზებას
ეს ადამიანები და ამიტომ არის საჭირო აი ესე კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოების ქართველი ხალხის სწორი ფიქრი და აზროვნება უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. მე ნახე აი მოდი განვიხილოთ რეალობას. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ აი როგორ რეჟიმი თუ ესე ხდება. ცხადია, მტკიცებით ფორმაში რთულია, მაგრამ თუ ესე ხდება, მაშინ რა ხდება? თუ ვაშინგტონთან გადატვირთვის ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ მანამდე საბოტაჟის რეჟიმში წინა ადმინისტრაციის მიერ წაკეზებული რადიკალური ოპოზიცია ხდება ფორმალურად კონსტრუქციული მონაწილეობს არჩევნებში. ზურაბიშვილი ხარ ასეც ამბობდა, რომ უნდა მივიღოთ, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გამოვგრიჯოთ არჩევნები ხელიდან, ხო? მანამდე ცხადია ამას ზურაბიშვილი არ ამბობდა, მაგრამ ზოგადად ოპოზიციის განწყობა იყო, რომ არჩევნები გამოვგრიჯოთ კი არა, არჩევნებს აზრი არ აქვს. შესაბამისად, ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ, ხო? თუ ხელისუფლების გაცვლა არის, რომ გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში აღებინებს არჩევნებში მონაწილეობას კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, შეყავს პარლამენტშიც, მაგ შემთხვევაში რას ამზადებს ხელისუფლება და აი როგორია შემდგომ ამის გაგრძელება, ანუ რა უნდა სინამდვილეში ქართულ ოცნებას, აი როგორ დაალაგდეს, როგორ გაფორმდეს ქართული შიდა პოლიტიკური კონფიგურაცია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანას მართავენ ბიზნესმენები, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებაში. თუ მოუწიათ ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია და კოჰაბიტაციაში ისედაც არიან რაღაცა დოზით, მაგრამ თუ მოუწიათ იმ დონის კოჰაბიტაცია, რომ რასაც სალომე ზურაბიშვილი იძახის, რომ აი გამოვგლიჯოთ ხელისუფლება ხელიდან და ამ ყველაფრის დამგვირგვინებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და გარანტიებსაც მიიღებენ იქიდან, რომ სიტყვაზე მაგ ელიტებს არავინ არ შეეხება და გადაბარების ფორმა მიეცეს, როგორც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობისგან გადმოიბარეს ხელისუფლება. 15 წელია მართავენ, უკვე წლების განმავლობაშიც უკვე ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა აღიქმება არადემოკრატიულ მმართველობის ძალად. შესაძლოა წეღანაც გავიმეორე, რომ ხალხის, ჩვეულებრივი ქართველი ხალხის ხარჯზე მოხდეს ეს კოჰაბიტაცია და ხელისუფლების არჩევნების გზით აი გადაბარება რო დავარქვათ, აი დემოკრატიულად, აი არჩევნებზე სიტყვაზე როგორც ნაციონალების დროს მოხდა, რომ 50%-ით მეტი აიღონ იმათმა და ესენი შევიდნენ პარლამენტში, ისინი შევიდნენ, ოღონდ მოცემულობა ქვეყანაში, პოლიტიკური მოცემულობა ისევ იგივე დარჩეს. აქ მაქვს მე გათვლა ქართულ უბრალო ხალხზე, მაქვს გათვლა გლეხ ხალხზე და ვინც საერთოდ ვერ იგრძნობს გარდა უარყოფითი დამოკიდებულებისა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისგან აი პოლიტიკის კეთებას. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც ქვეყანაში ხდება, არავის არ უნდა ეგონოს, რომ რამე ძირეული ცვლილებები მოხდება რა. რომც მოიძულებული გახდნენ და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა მოხდეს, ეს მოხდება უკვე დაწერილი სცენარით სამწუხაროდ. აი ქართველ ხალხს უკვე აღარავინ არ ეკითხება არაფერს. იმიტომ რომ ვიციან რომ არჩევნებზე მარტივად ხდება მოსყიდვა ადამიანების, იციან რომ ქართველი ხალხი ადვილად ყუდება, აქ ძალიან დიდი პლატფორმა მედია საშუალებების, სადაც პროპაგანდასაც მარტივად აწარმოებენ და გამოყენება ხდება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქართველი ხალხის და ხმების. ამიტომ კარგია, რომ არჩევნებით ხდება ქვეყანაში რაღაცა ცვლილება, თუმცა აი მე კიდევ ვიძახი, რომ ეროვნული სულისკვეთების ადამიანების როლი სად არის ეგ ამთავარი. აი ქართულ პოლიტიკაში, რასაც დღეს სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ეგ ძალები, აი თუნდაც ჩვენ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს არც ფინანსები ეროვნული პოლიტიკური ძალების ხელში, არც სატელევიზიო პლატფორმა გაიზარდოს, რათა პროპაგანდა იმუშაოს და სწორი ინფორმაცია მივიდეს საზოგადოებამდე და ბოლოში ისევ და ისევ მოხდება ერთ სისტემაში ორი სახელის ცვლილება, ქოცი ნაცის. რასაც 15 წელია უყურებთ. რასაც 15 წელია უყურებთ და მანამდეც რასაც უყურებთ. ნაცების დროსაც ვიცით რომ ჭდილოვანი მმართველობა იყო და კარგად ვიცით რომ ბიზნა აფინანსებდა და მაგითი ამაყობდნენ კიდევაც
ქართულ პოლიციას, პოლიტიკას აფინანსებდა ჩვეულებრივად ნაციონალურ მოძრაობისას, ხოლო შემდეგ როცა 2012 წელს უკვე ოფიციალურად მოხდა მაგის კეთება, ისევ კოჰაბიტაცია მოხდა ნაცებთან და ნაცების შესრუტვა მოხდა ჩვეულებრივად ოცნებაში, ანუ სისტემური ძალა არის, რომელიც თითქოს მუშაობს და მათი განცხადებები სწორად არის დალაგებული, რომ ატარებენ ეროვნულ პოლიტიკას და ის ეწოლაში ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოუძვრეთ და ქართული საქმე ვაკეთოთ მაგ სიტყვებით, მაგ განცხადებებით უბრალო ამორჩეველი ტყუდება, იმიტომ რომ როცა შეხვედრები მაქვს, ისმევა კითხვები, რომ აი იქ ზეწოლა არის ამერიკიდან, აი რუსეთთან, აი მშვიდობა არის, აი აქ გამოძვრნენ, იქ გამოძვრნენ. თითქოს ლავირებენ, მაგრამ ბოლო ჯამში ამ ლავირებაში და ამ მშვიდობიანობაში ქართველი ხალხის ძალა დაეკარგა ამ ქვეყანაში. არჩევნებშიც რომც მოხდეს ეს ერთსულევნება, უკვე იმდენად დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ, რომ დიდ რაღაცა პროცენტულ ცვლილებას ვერ მოახდენს ქართველი ხალხი უკვე ამ ქვეყანაში. აქ ამაგაზე მაქვს მე საუბარი, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ელიტა, რომელიც ამ ქვეყანას მართავს, პოლიტიკური ელიტა, მაგაში პირდაპირ ვიტყვი რომ ეს მინისტრები და ეგენი არ შედიან, იმიტომ რომ ეგენი არიან ჩვეულებრივი საჯატრაკო დაფაზე, ჩვეულებრივი პაიკები, რომელსაც რაღაცას გასწვრის და მე მოიშორებს და სხვა პაიკებით იბრძვის. ამას ვიძახი ზევით, ვინც მაგ ყველაფერს წვეთს, ამ ყველაფრის თავი და სადავეები და საჯატრაკო დაფაზე ერთხარეს ის ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილი, სადაც ეროვნული კატეგორიის პოლიტიკური ძალები არ მოიაზრება. იმიტომ რომ იქ სულ სხვა მიმართულებით მიდის მუშაობა, იმიტომ რომ უამრავი აი ამ წლების განმავლობაში უამრავი დარგი ამ ქვეყანაში მოკლეს, რომელსაც ქართული ხალხი უნდა წამოეწია წინ. თუნდაც სოფლის მეურნეობა, თუნდაც ეს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ, აი უკონტროლო ნარკოტიკული ნივთიერებების შემოდინება ქვეყანაში და ყველა კლუბებში ღამე არ გადის, რომ ახალგაზრდები არ დაიხოცონ. ასევე ეს აბორტები, რომელიც ეს უკვე ეკლესიაც ღია და ალაპარაკდა, თუმცა პატრიარქმაც მოუწოდა და წარმოიდგინეთ, ყურე პატრიარქმა ჩვეულებრივად გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ისაუბრა ქართული ხალხის დემოგრაფიული პრობლემებისზე და მოუწოდა რომ მაგ მიმართულებით ვიმუშაოთ, ერთ-ერთი არის ეს აბორტები, რომელიც კანონის ჩარჩოებში უნდა ჩავსვათ, მას არ უთქვია რომ ყველანაირად დაიკრძალოს, იმიტომ რომ იქ სამედიცინო მიმართულებით შესაძლებელია რაღაცეები. არ გავიდა 2 დღე და მანქანით შეუნგრიეს ჭიშკარი, შევიდა ვიღაცა. ესე ცაზე ხო არ გაჩნდა ეს კაცი. ანუ ეგრევე მოხდა პირდაპირ ეს ჟარგონით რო ვთქვა და დაჯახება მაგ ყველაფრის. ამიტომ აქ ესე მარტივად რაღაცეები არ არის. იმ დონეზე მოძლიერდა ამ ქვეყანაში ეს საგარეო დაზვერვა და ეს აგენტურა, რომ ძალიან გაჭირდება ამ ქვეყანაში გინდა პოლიტიკური პროცესის შეცვლა. თუმცა შესაძლებელია, მე ნიჰილისტი არ მინდა ხალხი ჩავაგდო ბოდიში, შესაძლებელია, მაგრამ რთულია. რთული არის, ურთულესია. საქართველოში მე რა პირველად ხდება, ჩვენ ახლა რეჟიმი გამოვიარეთ, 10 წლიანი სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ხოცავდა, ხა, რა ვიცი მე, საათის მექანიზმებით იყო აწყობილი, ესეთი სისტემა იყო ავტორიტარული. მაგრამ რაღაცები, ისეთი რაღაცები ხდება დღეს, რაც პირველად ხდება, ანუ ჩვენს პრაქტიკაში რო პირველია, ხო, ეს შეიძლება სადღაც მომხდარა, ეხლა უცნება გეტყვის რა, ეხლა ინგლისშია ეგეთი კანონი იქ არის, აქ არის, მაგრამ აი ჩვენს რეალობაში პირველად ხდება ის, რომ მაგალითად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ ამითაც რაღაცას უმიზნებს ქართული ოცნება, ეგ მარტივი არ არის. ვიღაც გონია უბრალოდ ადამიანის გაჩუმება უნდა. ადამიანის გაჩუმება რო უნდა, ეგ არის საშუალება. მიზანი რა არის ამის? უბრალოდ ჩუმად იყო, ხმა არ მოიღო კი არა, მე გულისხმობ, ანუ სოციალურ ქსელებში რო გამოხატო შენი უკმაყოფილება, ეს გახდა დასჯადი. კმაყოფილი არავინ არ არის, სხვა შორის ამით აი ამ აზრის პოლიციის შექმნით ჩვენ ორი რამ მინიმუმ გავიგეთ. ერთი რომ ხელისუფლებას ბევრი ლანძღავს, იმდენად ბევრი რომ რა ვიცი, კრიტიკულად ბევრი და მეორე მუდმივი თემა ხო არის საქართველოში რომ ხალხის აზრს მაინც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას გვეკითხება, მაინც ყველაფერი ისე იქნება როგორც თვითონ დაავაგებენ. მეორე ამ აზრის პოლიციის შექმნით ვიგებთ იმას, რომ
ეგრე არ არის. თუნდაც სოციალურ ქსელებში გამოხატულ პროტესტს აქ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და ეს არის იმდენად დიდი დისკომფორტი შემქმნელი ხელისუფლებისთვის, რომ ხელისუფლება იძულებულია გარკვეულწილად მისთვისვე დამაზიანებელ ნაბიჯებზე წავიდეს. ეხლა ამ აზრის პოლიციის შექმნა ხო ხელისუფლების იმიჯს აზიანებს, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ რაღაცა მაიძულა რომ ეს გააკეთოს. რა არის ეს რაღაცა? ეს რაღაცა არის დისკომფორტი, რომელიც უკმაყოფილო საზოგადოებისგან მოდის ნეგატიური თუნდაც კომენტარებით სოციალურ ქსელებში. ამის შექმნით ხელისუფლების მხრიდან ხელისუფლება რას უმიზნებს, ანუ გათვლა რა არის და რა იქნება რეალური შედეგი. უკმაყოფილო საზოგადოებას ართმევ ლაპარაკის უფლებას. აი ადამიანს რო რავი, ტკივილი რომ მიაყენო ფიზიკური და ელემენტარული რაღაცა ხმარო გამოსცეს, რავი, რომ ამოიკონესოს მაგის უფლებას ართმევ ადამიანს. რა იქნება ამის შედეგი შენი აზრით? ამის შედეგი ის იქნება, რომ უკუ შედეგს მიიღებს ეს, იმიტომ რომ აი კომუნისტების დროს არ იკრძალებოდა კანონით ეს, რომ ვიღაცა ან ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს, ახლა გასაგებია თუ რაღაცა დანაშაულის შემცველი ნიშნებია, სხვა თემაა, მაგრამ შენი აზრის გამოთქმის უფლებას ცოტა ისე ხისტად თუნდაც ახლა ყველას თავის ნერვები აქვს და თავისი მორალი აქვს, ახლა ვიღაცა მაგათ მიმართ გინებით იუეხებს გულს და მაგი ხდება დასჭადი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკვე თვითონაც აკეთებენ ამ სოციალური ქსელების მონიტორინგს. ხედავენ, რომ ძალიან ბევრი უკმაყოფილო და ძალიან ბევრი კომენტარი იწერება მაგათ მიმართ, აი გინებები. ყოველ შემთხვევაში, ეხლა რაც 1 ივლისიდან კანონი შემოვიდა, გინებები იმდენად არ არის, მაგრამ არის აი დამცინავი კომენტარები, რომელიც ვერ შეახერებს. კაი, თქვათ ადამიანი გააჩვენე. მოდი წარმოვიდგინოთ ქართული ოცნებისთვის იდეალური სცენარი ამ წყარებში კანონია თუ რეგულაცია თუ რაც არის იდეალურად იმუშავა და ხმას არ იღებს არაბიჯო. განწყობებს რას უშვები. ანუ განწყობები ხო არსად არ მიდის. ვიღაცა რო შენდამი ნეგატიურად არის განწყობილი შენი პოლიტიკის გამო. შენ თუ იმას გააჩვენებ, ეგრე შეგიძლია საერთოდ იარაღი დაადო სახეზე და რავი ხა ვიღა ბევრი კი არა ყველა გაჩუნდება, ვინ ამოიღებს ხმას, ხო, მაგრამ ის შინაგანად რაც შენდამი არსებობს, განწყობა ხო არსად არ მიდის. განწყობა ვერ გაქრება, ბუნებრივია, იმიტომაც უყურე შექმნეს პოლიციური ქვეყანა, გაზარდეს პოლიციელების რაოდენობა, სპეციალურად ხდება, რომ უკვე პოლიციით ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეგ დიდხანს ვერ გასტანს, იმიტომ რომ იმ პოლიციაშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ოჯახები ყავთ და ყველა ოჯახში უკვე ხელშესახები გახდა, რომ პრობლემები არის. ბანკის ვალებში არის ხალხი, უამრავი პრობლემა აქვს, უამრავი არასწორი პოლიტიკა ტარდება მაგას, ვერანაირი კანონით აკრძალვა მაგ საუბრისას ვერ გააჩერებს. პირიქით უკუ შედეგს მიიღებენ რაღაცა პერიოდში, იმიტომ რომ ღიად ეხლა როგორც ვიცი 10-20 კაცი მუშაობს იმ რაღაც ახალი სამმართველო რო შექმნეს 1000-ობით და 10000-ობით კომენტარს როგორ უნდა გააკონტროლონ. ვერ ხვდები. ან თავიანთი მომხრემ, ოცნების მომხრემ რო დაუწეროს მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვაზე აი მაგა ჩარჩოებში რაც ჩასვეს კანონის ჩარჩოებში ის კომენტარი იმათ მიმართ იქნება ეს კანონი? მე კითხვა დაუსვეს და ცოტა ისე უპასუხა რომ იქნებაო, თუმცა არ იქნება. ეგ არის მარტო ვერ იქნება. ეგ არის მარტო მაგ ხელისუფლების მიმართ განწყობილი არასასიამოვნო კომენტარები იქნება გაკონტროლებული, თუმცა რა ვიცი აი ვერანაირი სამსახური მაგას ვერ გააკონტროლებს, იმიტომ რომ ყველა სოციალურ ქსელში არ არის. აგერ თავშეყრის ადგილებში, სოფლებში და იქ რო დგება 3-4 კაცი ბირჟას რო ეძახით, ყველა მაგათ ლანძღავს. მაგათ მომხრეები უკვე კრიზისში არიან. ჩემი აზრით, მე ჩემი აზრი მაქვს და აი შენ რამდენად დამეთანხმები. აი რა არის მიზანი? ანუ თავარი დისკომფორტი რა ექნებოდა ხელისუფლებას? ლანძღვა კი არა. ანუ შეურაცხყოფილად უგრძნობ თავს და ამიტომ გრძალავ მომენტი კი არის. ხელისუფლება მიცის, რომ აი იქ არ დაწერს ვიღაცა, მაგრამ მართლა დადგება ქუჩაში და ორი კაცი შეიკრიბება და იგივე სიტყვებს იტყვის იქ ხო? მაგას ხო ვერ გაუკონტროლებ. ერთ-ერთი მთავარი არის, რომ სოციალური ქსელები არის ვირტუალური სივრცე, სადაც გარკვეული პოლიტიკური მუხტი იქმნება.
ანუ ხდება გარკვეული პოლიტიკური განწყობების აკუმულირება. სოციალურ ქსელებში საზოგადოება რო გამოხატავს პროტესტს, აი თუნდაც მაგალითად აღო იმედის სტრიმი მიდის, ან სადღაც პოსტი ვიზე და იქ რო წერს კომენტარს და თუნდაც ვიღაცა არ ეთანხმება დისკუსია მიდის, ამით საზოგადოება ინარჩუნებს პოლიტიკურ ტონუსს. ანუ გარკვეულწილად არის ფორმაში საზოგადოება და არის ერთიანობის განცდა. თუ ამას გათიშავს, ჩემი აზრით ეგ არის ერთ-ერთი გათქმა, შეიძლება ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი თუ ამას გათიშავს და დაიქსაქსება საზოგადოება და ვერავინ ვერ გაბედავს, აი, რასაც ბოლშევიკები აკეთებდნენ, ხო, 30-იან წლებში 37 ყველაზე მძიმე ცნობილია, თუმცა არც მანამდე არ ხდებოდა არაფერი კარგი, ხო? იყო რეპრესიები, გათიშვა, გათითოკაცება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ ადამიანებს შორის კოორდინაცია არ ყოფილიყო. ჩემი აზრით, აქაც ერთ-ერთი მიზანი ეგ არის, რომ ადამიანებმა თუნდაც ვირტუალურ სამყაროში ერთმანეთს განწყობები არ გაუზიარონ. კი, გეთანხმები, ზუსტად ეგრე არის, რასაც იძახი ახლა. თან ორი მაგას ფსიქოლოგები აქვთ, ფსიქოლოგები აი ქართველი ხალხის ბუნება შესწავლილი აქვთ და ნაციონალების დროს, რო ციხეები უკვე პიკზე იყო და გადატვირთული იყო ციხეები, იმაზე პროცენტულად ახლა მეტი პატიმარია, წარმოიდგინეთ და იმ ხელა პროტესტი არ არის, იმიტომ რომ აი მარყუშ ნენელა უჭერენ. მიხდი თუ ნაცები ესე ხისტად აკეთებდნენ ყველაფერს, ქუჩაში იქნებოდა ეს პოლიციელები რო სცემდნენ, ციხეებში რასაც აკეთებდნენ, ბიზნესმენებს რო ატერორებდნენ. ესენი აკეთებენ მაგას აი ესეთი ჰუმანური ანუ პირალა ფორმით არა, პირალა ფორმით არა, ჰუმანური მეთოდებით, ოღონდ აი ესე მოგუდის პრინციპით დანარჩენი საზოგადოება შესწავლილი აქვთ, აი ავიდა იბატონეს პრინციპით, დაყვეს პოლიტიკურ ძალებად, იქ რამდენიმე ეროვნულ ფლანგზე, რამდენიმე ადამიანი კიდე გამოყვეს იქ, რომ არ მოხდეს ერთი ძალაში აკუმულირება ამ მათ მიმართ თუ არ ყოფითად განწყობილი საზოგადოების სინამდვილეში დღემდე სწორად მიყვებიან და კარგად ახერხებენ მაგას, თუმცა მაგას უნდა დაუპირისპიროთ, როდესაც აი ჩვენთან ანალიზი კეთდება და ეგ გათვლები კეთდება და მაგათ პოლიტიკას რო ვამხელთ, ასევე მარტო იმას კი არ ვიძახით ჩვენ რომ რა ხდება ქვეყანაში. იქვე ვიძახით რომ რა უნდა გაკეთდეს, რომ დაუპირისპირდეთ მაგ სისტემას. თუმცა იმდენად გათვითოსკაცებულია საზოგადოება და იმდენად ძალა გამოცლილი არის, თუ 10 და 12, 15 წლის წინ შესაძლებელი იყო ერთ დაძახებაზე ქუჩაში 20 და 30000 კაცის გამოსვლა, დღეს აი ესე უბან ეზო შესაძლებელია რამდენიმე 1000 ადამიანის შეკრება, რომელიცაც უკვე წინააღმდეგობის გაწევის ის მასშტაბი აღარ აქვს. იმიტომ რომ საჭიროა, რომ ამ ხელა სისტემას დაუპირისპირდე, საზოგადოების დაახლოებით 10-15% მაინც უნდა აკუმულირდეს იმ აზრში. ზუსტად მაგაზე უნდა მეკითხა, რომ მოდი წარმოვიდრეთ ის დავიწყეთ, ხო? თუ ქართული ოცნება ვაშინგტონთან გადატვირთვის ერთ-ერთ პირობად განიხილავს და თუ განიხილება კოაბიტაციის მე რამდენი სერია, ანუ კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან რაღაცა გარკვეული პოლიტიკური პინგ-პონგი, ვინც ამ ყველაფერს ხვდება, რომ 14 წელია და ამას ბოლო არ უჩანს და ეგ უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეგ არის ქვეყანას რაც ამყოფებს ჭაობში, იმ ნაწილმა საზოგადოების რა უნდა გააკეთოს, აი როგორი ფორმით, აი თქვათ ინიშნება, მოდი თეორიულად წარმოვიდგინოთ, დანიშნეს ვადამდელი არჩევნები, კოლექტიური ნაცმოძრაობა იღებს და ქართული ოცნება იყენებს საფრთხობელად და ეუბნება ხალხს, რომ მოგვეცით ხმა თუ არა და ნაცები ბრუნდებიან. ანუ ის სქემა, რაც 14 წელია, რასაც უყურებთ და უკვე გაზოთხული გვაქვს უყველას, ხო? ისე მორიგჯერ ამას ათამაშებენ, რას აკეთებს საზოგადოების პრინციპული ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ ეს დასამთავრებელია. როგორ უნდა იყოს, აი მარტივად წარმოვიდგინოთ სამოქმედო სქემა ამ შემთხვევაში საზოგადოების ამ ნაწილის. იმედია, ბევრია იგი. საზოგადოების ეს ნაწილი, ვინც არჩევნებზე არ დადის და მაგათ ხმას არ აძლევს, საკმაოდ ბევრია და სწორედ მაგა საზოგადოებაზე ხდება ისეთი მესიჯების გაგზავნა, რომ ისევ ნიჰილიზმში ჩავარდნით საზოგადოება, რომ ნიჰილიზმში ჩავარდეს და აძახებინოს, რომ არჩევნებით მაინც არაფერი არ შეიცვლება და მე არჩევნებზე არ წავალ. სწორედ მაგ კონტინგენტზე მოგვიწევს მუშაობა ჩვენ, ვინც მაგ კოჰაბიტაციაში და მაგ დასავლეთში დაწერილ გეგმაში არ შევდივართ. აი პირდაპირ ვეუბნები საზოგადოებას. მაგ გეგმაში დასავლეთში და ამერიკის შეერთებული შტატები ახლა რასაც აკეთებს ქართულ ოცნებასთან ერთად,
მაგ გეგმაში არამს არ შედის ეროვნული ძალები. შედის მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, ვისაც თვითონ მართავენ. ვინც ანტიქართული მიმართულებით მუშაობენ, ოღონდ მუშაობენ პატრიოტიზმის სახელითთან. ამ საზოგადოებასთან ჩვენ წინა არჩევნებზეც ვიარეთ ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან, სოფელ-სოფელ ვიარეთ. მოგვიწევს უფრო მეტად დავიხარჯოთ, რომ ყველა თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ხმა, რომ მივიღოთ მონაწილეობა მაგ არჩევნებში. ეხლა ისე არ მიიღო საზოგადოებამ, რომ გადაწყვეტილია ვადამდელი არჩევნები, თუმცა ყველა პირობა არის უკვე მაგათ საუბრიდან გამომდინარე. 2028-ის რომ იყოს, აი როგორც ვადა არის ჩვეულებრივი, მაგ პერიოდისთვის მოგვიწევს ნიჰილიზმში ჩავარდნილი საზოგადოებას დავაჯეროთ, რომ მივიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ, რომ ამ პოლიტიკურ დღისწესში, სადაც ჩვენ გეგმაში არ წევრივართ, აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენი საზოგადოების სიტყვა ისმოდეს უკვე პოლიტიკაში და წინააღმდეგობაში მოვიდეთ პოლიტიკურად, უკვე შიგნიდან. თუ არა და გარედან კი ვხედავთ, რომ აი ესე გაძლიერებულ საპოლიციო რეჟიმში და პოლიტიკაში, სადაც ეროვნული ხალხი და გლეხობა უნდა იყოს, აი იმ მდგომარეობაში, რაშიც არის, უფრო გაუარესდება, ვერაფერს ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კანონები, ამ კანონების ხდება არჩევნებიც, მონაწილეობას, ვიცით რომ გაყალბებაც ხდება არჩევნებამდე, ხდება გაყალბება და არჩევნების დღესაც, თუმცა იმ დონეზე უნდა მოახერხოთ და იმ ხელა რაოდენობით ადამიანების აზრის და ამ ერთობაში შემოყვანა, რომ რაც არ უნდა გააყალბონ, რამდენიმე პროცენტი მაინც მოხდეს, რომ აკუმულირდეს აი მათ მიერ არჩეული ხალხი პარლამენტში და შემდგომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეთ ამ ძალებთან, ვინც ბოლო 20-30 წელი ამ ქვეყანაში მართავს და თუ კიდევ ვერ ხედავთ, რომ აქ ქართული არაფერი კეთდება და თუ კიდევ ვერ ხედავთ და ვტყუდებით, რომ ეს ხელისუფლებები, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოდიან და მიდიან, არიან ანტიქართული, გადახედეთ სამეზობლოში, რომ სოფლები დაიცალა, სახლები გამოკეტილია, ემიგრაციაშია გაქცეული ხალხი და მიგრანტებით გაივსო ეს ქვეყანა, არ ვიცი, ამას თუ ვინმე სჭირდება კიდე ახსნა, არ ვიცი. მე კიდე ერთ დავამატებ, მე ნახე, რაც შენ თქვი, რომ ეხა კომენტარებს ვათვალიერებდი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გადატვირთვის პოლიტიკა რის ხარჯზე ხდება, რომ ეკითხებიან ჟურნალისტები, მთავარია სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, დღეს მაგათ კალაძემ თქვა, რომ საქართველოს ვერავინ ვერ დაუქნევს თითს და რაღაცა და ვიღაცებს მოწონთ ეს რიტორიკის დონეზე, აი ესე უნდა ლაპარაკობდეს ხელისუფლება, კი ბატონო, სიტყვები კარგია, მაგრამ მე ურჩევდი საზოგადოებას, რომ მეგობრებო, სიტყვით კი არ უნდა შეაფასო ადამიანი. ადამიანი უნდა შეაფასო საქმით. იმიტომ რომ სიტყვა არის უბრალოდ ჰაერი, თუ მე იმას შესაბამის საქმე არ მოსდევს, ხო? სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს, თუ მე იგივე საქმით ზუსტად არ კეთდება და საქმით ხელისუფლება არც ერთ რეალურ პრობლემებზე არ კონცენტრირდება, ხო, ფაქტია, მაგალითად, მთავარი პრობლემა არის დემოგრაფია. ხელისუფლების აი პრიორიტეტული საკითხების 10-ეული კი არა, 20-ეული რო ჩამოთვალო არ იქნება იქ, საერთოდ არ ახსენებენ. ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება, საერთოდ არ ლაპარაკობენ. უკონტროლო მიგრაცია, კი ვხედავთ, აგერ როგორი მიდგომაც აქვთ. ასევე აი ეს ვთქვათ არაბიზაციის პროცესი, რომელიც საფრთხეა ქვეყნისთვის. ხელშეკრულება, რომელიც დაიდო, რისანაცვლოდ შემოდის 6 მილიარდი საიდუმლოა არ ამხელენ. ანუ სიტყვა და საქმე არის ერთმანეთთან აბსოლუტურ აცდენაში. ჩემი აზრით ესე უნდა მიუდგეთ და არა ის რომ აი ეს რომ თქვა რა კარგია და ტაში, არა, სიტყვა არის უბრალოდ ჰაერი. თუ საქმით არ მტკიცდება იგივე. რა თქმა უნდა, ორი მაგათ ამ მესეჯ ბოქსებს, რაც კალაძემაც გააჟღერა და ბოლო ხანებში ხედავთ, რომ გააქტიურდნენ აი ეკლესიებში გადაღებული სურათებით, აი პატრიარქით მანიპულირებენ, თითქოს სწამთ ეკლესია და არიან ეროვნულები, ეს მუშაობს ქართველ ხალხზე. ქართველ ხალხს უნდა რომ იოტისოდენა მოსაჭიდი დაინახოს ხოლმე მაგაჩი. იციან რომ გადახედავენ, რომ ეს ქვეყანა უკან და უკან მიდის. მე ქართველ ხალხზე მაქვს ლაპარაკი, ეს ქვეყანა შეიძლება ბევრი კორპუსების შენდება და ბეტონის ჯუნგლებად იქცა ეს ქვეყანა, მაგრამ აქ ქართველი ხალხის მდგომარეობაზე მაქვს მე საუბარი.
ხელმოსაჭრიც ეძებენ იოტის ოდენას რო დაანახებენ რომ აი ეკლესიასთან ურთიერთობაში რაღაცას დადებენ კადრებს და ხალხიც აი ეგენი მორწმუნე ხალხი არიან არადა პირდაპირ მნიშვნელობით ეკლესიასაც ებრძვიან ესენი ებრძვიან ასევე მთას აი მთის რეგიონებზე მაქვს მესაუბარი დაცლილია აი მაგალითად ხევსურეთში საერთოდ დაცლილია სოფლები ფაქტიურად ხევსურების გადაშენება მოხდა გადაგვარება მოხდა რატო მაგაზე არავინ არ საუბრობს ეს მიზანმიმართულად მოხდა რომ მთა დაიცალა სოფლები დაიცალა იგივე თათუშეთი ხერხემალში გადატეხეს სოფლებით აი სოფელი თუ არ არის ძლიერი უკვე ქალაქიც ცუდ მდგომარეობაშია და ქვეყანა საერთოდ ვერ იქნება ძლიერი ამიტომ სოფელი მოკლეს პირდაპირ მნიშვნელობით ვიზახი რომ მოკლეს ახალგაზრდობა აღარ არის იმ სოფლებში თუ ვინმე არის დარჩენილი ისიც უმუშევარი არის და გალოთებული არის და წამალზე არის შესმული ეს მიზანმიმართული პოლიტიკა ვის მიერ მოხდა მარტო ეკლესიაში სანთლებით რო დამენახები და მაგითი მაკმაყოფილებდა კიდე რაღაცა იმედს მიჩენ თითქოს არა ესენი ეროვნულები არიან და ზურგს უკან ქვეყანა რო დაიღუპა მაგას რატო არ უყურებთ ყველამ ხომ უნდა დაინახოს ეს პირდაპირ მნიშვნელობით ბრძოლა მიდის აი მთაზე თათუშეთში აგერ მეცხვარეები რა დღეში ყავთ საძოვრები წაართვეს აქეთ სარწყავი წყარი გაუძვირეს რა ვიცი პირდაპირ მნიშვნელობით ებრძვიან სოფელს იციან რომ სოფელი რო დაეცემა უკვე დანარჩენი ქალაქში მარტივი სამართავია ხალხი და მარტივადაც მართავენ ამიტომ წინააღმდეგობის გამწევი ძალა თუ ვინმე კიდე დარჩა ამ ქვეყანაში და ბოლომდე არ დაცემულა ეს ქვეყანა უნდა მოუახერხოთ ყველანაირი საშუალებით უნდა აი ისე კი არა რომ რაღაცა სუსი რო შემოაგდებს ვიღაცაზე რაღაცას რომ აი ის თურმე ის ეროვნული არ არის ის ცუდია ის კარგია და ყველას იგჯერა რაცო თვითონ ქართველი უნდა ჩაერთოს მაგ პროცესში კარგია ცუდია ვიღაცა კონკრეტულ სახელთა გვართან კი უნდა დადგე იმ პოლიტიკურ ძალებთან და იმ ძალასთან რომელმაც ამ ქვეყანაში რა ვიცი ციხეების გამოვლის ხარჯზე არც გეიაღლომი დაუშვა და ხატების შეურაცხყოფისთვისაც ვიბრძოლეთ ხუჩაში გამოვედით და შედეგები დავდეთ მაგ ყველაფრის მიმართულებით და ამის იქით მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ აუ ვეღარ ხვდები ამიტომ ერთხელ და კიდე გვაქვს შანსი ქართულ ხალხს და გავერთიანდით ეკლესია არის დიდი ერთობა თუმცა ხედავთ რომ ეკლესიაში სპეციალურად არის პრობლემები შექმნილი და ამ ყველაფერს ხედავთ ჩვენი სხვა რა ვარ ციდან ჩამოვარდნილები ჩვენ ეკლესიის შვილები ვართ და ვიცით რომ სად რა ხდება სად რა სიტუაცია არის სად აგენტურა აჩანერგული აი პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვეღუპება და თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა გადარჩეს უნდა დავდგეთ ერთად და ბოლოს თუ შეიძლება ეს არ ქონდა პროგრამაში ახლა სვანეთში რაც ხდება იმ მაინინგთან დაკავშირებით მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა თუ გვაქვს ერთი-ორი წუთი თქვათ რომ უყურე როგორ რაღაცა მოხდა თავის დროზე დაუშვეს ეს მაინინგი არავინ არ ეწინააღმდეგებოდა იქ გლეხებს არავის არ უდგას რო იცოდეთ თან არიან რაღაცა ელიტა ხალხი ვინც დაკავშირებულია იქაურ ფეოდალებთან იმის გარდა ვერ ართავს იქ მაინერს ეს სპეციალურად მოხდა მაგის ჩართვა იმიტომ რომ დამდგარიყო ეგ მომენტი ახლა გამრიცხველიანება იწყება ანუ მე იმის პრობლემა კი არა მაქვს ახლა იქ არის გამრიცხველიანება ამ ქვეყანაში შეიძლება მთაშიც იყოს და დენი უნდა გადაიხადოს მაგრამ ერთადერთი მთა არის დარჩენილი სადაც ასე თუ ისე დასახლებები კიდე მჭიდროდ არის არ დაცლილა ბოლომდე ანუ ეხლა ამითი რა შეიძლება მოხდეს იქ თუ გადასახადები იქნება და უკვე ვეღარ შეწდება ხალხი მაგ დენის გადასახადის გადახდას იქიდანაც წამოვა ქალაქში და წავა მიგრაციაში ეს ხალხი ამიტომ რაღაცის ფასად კეთდება ეგა და პირდაპირ ბრძოლა არის ჩემი აზრით და მაგას ხევს უწყობენ ზუსტად თავიანთან დაკავშირებული ფეოდალები ვინც გამდიდრდა და გლეხი ისევ ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და ამიტომ არ მიდის აქ ეროვნული პოლიტიკა არც მთაში არც ბარში და კი ვხედავთ რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა და გოლოჯამში საქართველოს არის რაღაც კრიტიკულ ზღვარზე ამიტომ უყურეთ თან წარმოაჩენით თითქოს კრიმინალი მოხდა იქ რაღაცა ოჯახებს აჩვენებენ რომ ამოიღეს მაინერები იქ არანაირი კრიმინალი არ არის ესა ჩვეულებრივი დენი აქვს უფასო აქვს და იქ ან მაინერს ჩართავს ან უთოს ჩართავს ან კომპიუტერს ჩართავს ან ხუთმასი ვარ ჩართავს ხო და წარმოაჩენენ ახლა თავიანთ აი არხებზე იმედი უშვებს რომ აი ამოიღო კრიმინალურ პოლიციამ სპეცნაზით არის შესული და ადამიანებში აჩენს განწყობას აი სვანი ხალხის მიმართ პირდაპირ ვთქვათ რომ აი სვანეთში თითქოს იქ დენი რატო უნდა იყოს უფასო და რატო
ხდება ეგა რომ სიძულვილი გააჩინონ და კიდე დაყოფა მოხდეს საზოგადოების. ამიტომ იქ კრიმინალი არ არის. რა ვიცი, ვიღაცას კომპიუტერი აქვს ჩართული, ვიღაცას 10 მაცივარი აქვს ჩართული სიტყვაზე საოჯახო სასტუმროზე, ვიღაცას მაინერი ქონდა ჩართული, მაგრამ მაგას კრიმინალად წარმოაჩენენ აქ კანონში არსად არ წერია, რომ არა აქვს უფლება სიტყვაზე იქ ვიღაც ოჯახს ჩართოს, რაღაცა არ ჩართოს. კი ბატონო და წარმოაჩენენ თითქოს საქმე აღძრული, ვერც აღძრავენ, იმიტომ რომ კანონში არსად არ წერია იქ დენის მიტაცება არ ხდება. იქ უფასოა დენი და იმ ჩემ შტეფსელში სიტყვაზე. ან მაინერს შევაერთებ, ან მასივარ შევაერთებ, ან უთოს შევაერთებ. ამიტომ საზოგადოებამ იმდოცოთ, რომ ეს კრიმინალი არ არის, არანაირი კრიმინალით არ აქვს საქმე. უბრალოდ დაუშვეს რაღაცა პერიოდი, რომ ეხლა გამრიცხველიანება დაიწყოს იმის მიზეზით, იმიტომ რომ აი დენი აღარ ქონდა, დაბალი დენი იყო და ხალხს ზოგს უხარია, გაიგე? არა და ბოლო ჯამში ეს ყველაფერი არ მიმართული, რომ გამრიცხველიანება დაიწყოს და იქაც დაწესდეს გადასახადები და მაგ გადასახადებს მე რეგეში უპატურო ხერები. სწორედ ეგ არის. ეგ არის, რომ იქაური მთაც დაიცალოს. ნუ რა თქმა უნდა, ამას ყოველ შემთხვევაში კარგი შედეგები არ მოხვება. დიდი მადლობა მინდა გითხრა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მობრძანებისთვის. მეგობრებო, გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო კონსერვატორების საქართველოსთვის წევრი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატი მერაბ გიგანი. მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ასევე კონსერვატორების საკრებულოსთვის წევრი დავით გაფრინდაშვილი. მანამდე მე შეგახსენებთ, რომ ეს მაუწყებლობა მთლიანად დგას თქვენზე, თქვენ ანუ ხალხი ხართ ჩვენი ერთადერთი სპონსორი, ამიტომ დაგვიდექით გვერდში, ვისაც გაქვთ ამის სურვილი და საშუალება და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ მედია პროექტმა განაგრძოს არსებობა, ფუნქციონირება და ზოგადად ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სიმართლის ხმა ისმოდეს ამ ქვეყანაში. ჩვენი ტელევიზია მთლიანად არსებობს თანამოაზრეების დახმარებით და შემოწირულობებით. თითოეული თქვენგანის თანადგომა უმნიშვნელოვანესია. თქვენ ეკრანზე ხედავთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც საბანკო გადმორიცხვა შეგიძლიათ გააკეთოთ. ასევე სახელს და გვარს, რომელზეც პირადი გზავნილი შეგიძლიათ განახორციელოთ. გზავნის კოდი გამოაგზავნეთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ის, Viber-ის ან Telegram-ის მეშვეობით. შეიტანე შენი წვლილი, რომ სიმართლის ხმა ისმოდეს ამ ქვეყანაში.